გალობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები სამთავისისა და კასპიის ეპარქიას სტუმრობდნენ. სტუდენტებმა წმინდა ისიდორე სამთავნელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მღვდელმთავრებმა აღავლინეს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ყაზარაშვილი და სტუდენტი მარიამ სეთურიძე. მოგხდობისა. მადლობა მოგახსენებთ. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ რომ დაგპატიჟეთ ამ საინტერესო საკითხზე სასაუბროთ. დაახლოებით ვუთხარით მოკლედ თუ რას შეეხებოდა ეს თქვენი ასე ვთქვათ მოგზაურობა, რომ ვუთხრათ მაყურებელს მეტი დეტალი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, როგორ ჩაიარა ამ დღემ და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრები, მსგავსი სახის მოგზაურობა, ასე ვთქვათ, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, სამღვდელოებისთვის ზოგადად. მე ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან ამ ამბავს რამდენიმე წლის ისტორია აქვს სამთავისისა და კასპიის ეპარქიაში, ჩვენ არაერთხელ ჩავსულვართ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ 25 ივნისს ისიდორე სამთავნელის ხსენების დღეს ჩავედით და წინა წლებშიც მიყვავდა ხოლმე მეოთხე კურსის სტუდენტები და ეს იყო მათთვის შემაჯამებელი ერთგვარი გასვლითი პროექტი, სადაც ისინი ავლენდნენ სარეგენტო უნარ-ჩვევებს, რასაკვირველია საკუთარ პედაგოგებთან ერთად. თუმცა წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ერთგვარი შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში, რომ პირველ კურსელები გაგვეყვანა. ეს პედაგოგები არიან ნინო ნანეიშვილი, ტატიანა მეგრელიძე, პირველი კურსის გოგონებთან და მე, ხოლო ვაჟებთან მუშაობენ გოჩა ბიძინაშვილი და მალხა ზერქვანიძე. მოკლედ ჩვენ პირველი კურსის ფარგლებში სწავლობთ სხვადასხვა სამგალობლო სკოლის წირვის წესის საგალობლებს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ქართლ-კახური სკოლის საგალობლებზე, მოვემზადეთ რასაკვირველია ამ ყველაფრისთვის, შევათანხმეთ მღვდელმთავართან, მეუფე ანდრიასთან, რასაკვირველია წავედით ჩვენი რექტორის არქიმანდრიტი იოანეს ლოცვა-კურთხევით, ასევე ავიღეთ ლოცვა-კურთხევა სამთავისის საკათედრო ტაძრის მოძღვრისგან, მამა გიორგი მურღულისგან, მოკლედ მოლოდინი იყო ძალიან დიდი, დახვედრა და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღეს ჩატარდა არაერთი მსახურება გარდა წირვისა, რაც გამოარჩევდა ამ მსახურებას, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. და გეტყვით თუ რა მსახურებები იყო წირვასთან ერთად, ეს იყო ტრაპეზის განახლება, რომელიც საკმაოდ იშვიათი მსახურება არის, ასევე დიაკვნად გამორჩევა და ბერდიაკვნის მგლად კურთხევა. წირვა კი დასრულდა საზეიმო ლიტანიობით, რომელშიც ყველა მღვდელმსახურები, მღვდელმთავრები, მოწვეული ღვთისმსახურები, ასე ვთქვათ, და მგალობლები მრევლთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. მე გახლავართ სამთავისა და კასპიის ეპარქიის მგალობელი, დაახლოებით 20 წლიანი სამგალობლო გამოცდილებით, მათ შორის სამთავისის საკათედრო ტაძარში და მსგავსი ხალხმრავლობა და მსგავსი საზეიმო განწყობა მე ჯერ იქ არ მინახავს და მიხარია რომ ჩვენი გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ამ დიდ მსვლელობაში და ამ დიდ ღვთისმსახურებაში იყო ჩართული და ესე გამოავლინა საკუთარი თავი დამერწმუნება ალბათ მარიამი რომ ყველა მღვდელმსახურებიც და მრევლიც ჩვენს ანუ არიშურებდა ჩვენ მიმართ კომპლიმენტებს და ყველა იყო ძალიან გახარებული ჩვენი სტუმრობით. მარიამ, თქვენ სიამოვნებით მოგისმენთ, თქვენთვის ის რა მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ თქვენს ვიზიტს კონკრეტულად საგალობლების შესრულებას, წირვაზე დასწრებას, ეს ყველაფერი როგორც აღინიშნა და ქალბატონმა ეკატერინემ ბრძანა, ადრე ვთქვათ, მხოლოდ მეოთხე კურსის სტუდენტებს შეეძლოთ და ახლა თქვენ მოგეცეთ შესაძლებლობა, რომ თქვენ შეუერთდით ამ ყოველივეს და თქვენ გახდით ამ ყველაფრის წევრი, მოქმედი და ეს არის ძალიან საინტერესო თქვენში რა ემოციები გამოიწვია ამ ყველაფერმა და ყველაფერთან ერთად თავისთავად ეს პასუხისმგებლობაც არის. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვსწავლობდით ქართლ-კახური სკოლის, გელათის სკოლის საგალობლებს და ერთგვარი შეჯამებაც გამოგვივიდა ყველაფერი მცოდნის და პრაქტიკაში გამოყენება, რაც შევიძინეთ მთელი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პედაგოგების დამსახურებით და დახმარებით
შევძელით რომ ჩაგვეტარებინა წირვა, მგონი კარგადაც გამოგვივიდა, როგორც ქალბატონმა ეკამახსენა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჯერ რა თქმა უნდა, რომ წირვა ჩაატარო, ამას დიდი ცოდნა სჭირდება და შემდეგ სამღვდელმთავრო წირვა, რაშიც ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ. და რა თქმა უნდა, შევიძინეთ ძალიან დიდი გამოცდილება, უფრო მეტად განვიმტკიცეთ ცოდნა და პრაქტიკაში ეს ყველაფერი მოგვეხმარება შემდეგ ასევე. დიახ, მსგავსი შესაძლებლობა რამდენად ხშირია, არის თუ არა ყოველწლიური ან წელიწადში რამდენჯერმე? შეგვიძლია ამის შესახებაც ვისაუბროთ. ნახეთ როგორ არის დავუშვათ მომღერლებისთვის, რომელსაც ვამზადებთ ხომ გალობლებთან ერთად. შესაძლებლობა არის დიდი რომ სცენაზე წარადგინონ, ხო, საკუთარი შემოქმედება, საკუთარი ცოდნა და გალობასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს აი ტაძარი, ხო, ძირითადად, სადაც ჩვენ ამ ჩვენი ცოდნის და პრაქტიკული უნარჩვევების გამოვლენის საშუალება გვეძლევა. რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ეს იყო პრაქტიკულად ბოლო შემაჯამებელი წირვა, თუმცა მანამდე იყო 26 მაისი, რომელსაც ტრადიციული სახე აქვს და ჩვენ მივდივართ მეუფე ესაიასთან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ჩავდივართ ყოველთვის ამაღლების სახელობის ტაძარში. ასევე ახლა აკრედიტაციის მიღების შემდეგ ჩვენ უკვე თვითმმართველობა გვყავს, სტუდენტური თვითმმართველობა და ამის ფარგლებში გარკვეული აქტივობები ხორციელდება მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის ფინანსური დახმარებით გალობის უნივერსიტეტის, ხოლო მეორე ნაწილი სასწავლო შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებია და ბოლო პერიოდში იყვნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერში, ასევე დიდი გასვლა იყო გარეჯის უდაბნოში, სადაც ასევე ღვთისმსახურება შესრულდა და ჩვენ მოკლედ როგორც საკონცერტო ცხოვრება გვაქვს აქტიური და სამეცნიერო, ასევე ასეთი პრაქტიკული საშემსრულებლო მიმართულებით საკმაოდ აქტიურად სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან აქტიური კალენდარი გვაქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენ გალობის უნივერსიტეტში გვყავს ხოლმე მოწვეული სტუმრები, რომელიც საჯარო ლექციებს მართავენ ჩვენი სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ, ხშირად ეს შეხვედრები არის გახსნილი ტიპის და მადლობა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და იმ ადამიანებს, ვინც კურირებს ამ ყველაფერს და ეს ჩვენი სტუდენტებისთვის და ჩვენთვის აკადემიური პერსონალისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პრაქტიკული მეცადინეობები ზოგადად უნივერსიტეტში რაც ხორციელდება და გარდა ამისა ის რომ გაქვთ საშუალება ეს გასვლით ღონისძიებებში თუ შეიძლება ასე უწოდოთ, მიიღოთ მონაწილეობა და აუცილებლად აღსანიშნავია ისიც რომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა სრულყოფილი თუ არა თეორიული ცოდნა თავისთავად და ამ კუთხითაც რომ გითხრათ მარიამ, როგორ ხდება სწავლება? გვაქვს ლექციები, რა თქმა უნდა, შემდეგ სემინარები, შემაჯამებლად ამ ცოდნის გამოცდები. ყოველი დღე ძალიან დატვირთულია, მინდა გითხრათ, დილიდან საღამომდე სულ ყოველ დღე გვაქვს სხვადასხვა ლექცია სიმღერის, გალობის, საკრავების და გარდა იმისა, რომ ჩვენი მასალა რაც გათვლილია, რაც უნდა ვიცოდეთ, ამის გარდა როგორც ქალბატონმა ეკამახსენა, ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს კიდევ. სხვადასხვა წირვებზე დავდივართ, ასე ვთქვათ, ქალაქგარეთ, საჯარო ლექციები იმართება, გვაქვს ასევე მასტერკლასები, ვოკალის მასტერკლასები გქონდა მთელი წლის განმავლობაში, მოდიან ცნობილი ადამიანები და ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ როგორც პროფესიონალები ასე გავიზარდოთ და ასევე როგორც პიროვნებები განვითარდეთ. მაგალითად, ბატონი ტარიელ ხარხილაური ყავდა ცოტა წინ და მასთან ერთი შეხვედრაც კი ძალიან ბევრის მომცემია სტუდენტებისთვის. ამიტომ დიდი მადლობა ჩვენ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე. დიახ, გორისა და ატენის მიტროპოლიტის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებს, ასევე სხვა სასულიერო პირების. როგორი იყო და როგორ ჩამოყალიბდა ეს ურთიერთობა სტუდენტებსა და მეუფეებს, ასევე სხვა სასულიერო პირებს შორის? ნახეთ, გალობის უნივერსიტეტს უკვე არაერთი წლის შემოქმედებითი პრაქტიკა და ეს გასვლები და ისინი უკვე კარგად ვიცნობენ, ვერ ვიტყვი რომ ეს შეხვედრა პირველი იყო და რასაკვირველია მეუფე ანდრიას უპირველეს ყოვლისა, სადაც ჩვენ სტუმრად ჩავდიოდით, ქონდა მოლოდინი ჩვენი ჩაცვლის თაობაზე და რასაკვირველია ბოლოს ყველა დაგლოცა, მადლობა გადაგვიხადა, შემდეგ იყო ტრაპეზი, რომლის შემდეგაც აი ამ ერთი გასვლის ფარგლებში ჩვენ ასევე ქონდა დაგეგმილი ჩასვლა იქვე სამთავისის გვერდით მდებარე სოფელ ქვემოჭალაში, სადაც არის ძმები კარბელაშვილების, წმინდა ძმები კარბელაშვილების სახლკარი, ასევე საამილახრო ციხე დარბაზი, თავისი ტაძრით, კარის ეკლესიით, რომელიც არის ღვთისმშობლის შობის სახელობის. მოვიარეთ კარბელაშვილების სახლკარი, მუზეუმის სტატუსი არ აქვს და ამიტომ ასე მოვიხსენიებ, სადაც იმღერეს, იგალობეს
გაეცნენ იმ პირად ნივთებს და იმ გარემოს ჩვენი სტუდენტები, სადაც ძმები კარბელაშვილები დაიბადნენ. შემდეგ გადმოვედით აი ამ საამილახრო ციხე ნაგებობაში, ტაძარში შესრულდა საგალობლები, მოვიარეთ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ვფიქრობ, რომ ეს დღე იყო ძალიან შთამბეჭდავი და არასოდეს დაავიწყდებათ ჩვენ სტუდენტებს. მივიღეთ ძალიან დიდი ლოცვა კურთხევა მეუფე ანდრიასგან და ჩვენ წინ გველოდება შემაჯამებელი კონცერტი 7 ივლისს 7 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, სადაც დასწრება ყველასთვის არის თავისუფალი. ჩვენი სტუდენტები მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ფინალური გამოცდების ბოლო დღეებია, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მეცადინეობენ, გუნდის ხელმძღვანელებთან ერთად, ანა ლოლაშვილი და სერგო ურუშაძე არიან გუნდის ხელმძღვანელები და ჩვენ ყველას ველოდებით. ყველა კურსის სტუდენტი არის ჩართული. აქ ყველა არის ჩართული. ნახეთ, აქ არის შემოქმედებითი პროექტი, რომელიც უნდა წარმოადგინოს მეოთხე კურსის სტუდენტებმა, ზოგადად ეს ხდება. ეს ნომრებიც იქნება წარმოდგენილი კონცერტზე და ასევე გალობის უნივერსიტეტში უკვე არაერთი წელია ჩამოყალიბდა გოგონათა და ვაჟთა გუნდები, რომლებიც ესე ცალ-ცალკე ამზადებენ რეპერტუარს და იქნება ერთობლივი ნიმუშები. დიდი მზადება. დიდი მზადება. შეიძლება რეპერტუარს როგორ მოხდაში რჩება? რეპერტუარზე პედაგოგები მუშაობენ, ამაზე მე არ გამახვილებ ყურადღებას და რასაკვირველია, ქალთა და ვაჟთა რეპერტუარი და არის ასევე სატრფიალო ესეთი სიმღერები, სადაც ქალ-ვაჟთა 7 ივლისს 7 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის დაგემშვიდობებით. გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ყაზარაშვილი და სტუდენტი მარიამ სეთურიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.